ნაცვლიშვილი ნიკა გვარამიასთვის ბიძინა ივანიშვილის ფარული ჩანაწერების მიყიდვის შეთავაზებას უარყოფს. მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ბრალდებებს უპასუხა. ნაცვლიშვილის თქმით, რუსთავიორის გენერალური დირექტორი სასამართლო ხელისუფლების მიმართ ზეწოლას ახორციელებს და სწორედ ამ მოსაზრების გამოთქმის გამო მოხდა მისი დადანაშაულება. შეგახსენებთ, რუსთავიორის ეთერში ნიკა გვარამიამ და დავით საყვარელიძემ განაცხადეს, რომ ლაშა ნაცვლიშვილი ბიძინა ივანიშვილის ფარულ აუდიო ჩანაწერებს მილიონებად ყიდდა. ლაშა ნაცვლიშვილის განმარტებას ნიკა გვარამია და დავით საყვარელიძე ამ დრომდე არ მოხმაურებიან. მისი ქართული თუ უკრაინელი ექს თუ მოქმედი პროკურორები ცდილობენ მოისყიდონ მოსამართლე ქათამაძე და მოსამართლე ალავიძე, რათა რუსთავიორი წართმეული რუსთავიორი ისევ დარჩეს მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში. რეაქცია იყო უსუსური და რეაქტიულ რეჟიმში წარმოდგენილი ბოდვითი ბრალდები ხა ამის კომენტირება ჩემი აზრით არის. ერთი მხრივ არის ღირსების შემლახავი და მეორე მხრივ ჰიგიენური თვალსაზრისით, სამედიცინო თვალსაზრისით კონტრპროდუქტიულია. რამდენიმე მილიონი სანაცვლოდ შემოგთავაზა გვეყიდა ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერების და ფარული ჩანაწერების ამსახველი აუდიო მასალა. მას ეს მასალები აქვს შენახული დღემდე ერევანში, ასე მითხრა ყოველ შემთხვევაში, რომ მის მეგობართან ინახება ეს მასალები ერევანში, დიდი რაოდენობით და მათ შორის არის ბიძინა ივანიშვილის უკანონო მოსმენებიც.